იტალიის ქალაქ ნოვარაში კარაბინიერებმა ოპერაცია მტკვარი ჩაატარეს. იტალიელებისთვის ამ უცნაური სახელწოდებით ალბათ მიხვდებით, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრთა უმეტესობა ქართველია. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, რომელსაც იტალიაში ტელევიზიით უჩვენებენ, რათა გაძარცვულმა ადამიანებმა საკუთარი ნივთები ამოიცნონ. ევროპაში ქართველების დაკავების სტატისტიკა უკვე სამარცხვინოა. 45 კილოგრამი ოქროს სამკაული, 200 კილოგრამზე მეტი ვერცხლის ნაკეთობა და 93,000 ევრომდე ნაღდი ფული იტალიელმა კარაბინიერებმა ოპერაცია მტკვარი წარმატებით დასრულების შემდეგ ამოიღეს. იტალიის ქალაქ ნოვარაში პოლიციამ ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის 44 წევრი დააკავა. დაკავებულთა უმრავლესობა ქართველია. კიზიაშვილი ნოდარი, თათანაშვილი ლევანი, გამისონია ნოდარი, ნებიერიძე მამუკა, ებრალიძე ამირანი, მეტსახელად ბაბუ. ეს იმ პირების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც იტალიელმა სამართალდამცველებმა აიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით დაკავებულები ეგრეთ წოდებული რუსული მაფიის წევრები არიან. ისინი ცენტრალურ და ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე საცხოვრებელ სახლებს და ვილებს კურდავდნენ. საქართველოს საელჩოს იტალიაში იტალიური მხარისგან ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია. რომ ქართველები იყვნენ იმ ჯგუფში. ის კი არა რომ მარტო ქართველები იყო განაცხადებული, ქართველები იყვნენ იმ ჯგუფში, მაგრამ ოფიციალურად ინფორმაცია ჯერ არ აქვს. იტალიაში კრიმინალური დაჯგუფების წევრები ქურდობის ბრალდებით 2011 წელსაც დააკავეს. მათ შორის იყვნენ ქართველები. 33 ქართველი დააკავეს 2012 წელსაც. სამართალდამცველებმა 5 კილოგრამი ოქრო და სხვა ძვირფასი ნივთები ამოიღეს. 11 ადამიანი აქედან 10 ქართველი დააკავეს ნოვარაში 2013 წელსაც. დამნაშავეებს ბრალად ძარცვა, ქურდობა და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენება ედებოდათ. რაც შეეხება ოპერაციას მტკვარი, ის 2013 წლის ივლისში დაიწყო და კარაბინიერებმა 44 ეჭვმიტანილის დაკავება დაახლოებით 1 წლის თავზე შეძლეს. გამოძიება უკვე დაწყებულია. იტალიური მედია აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გვარად ებრალიძე უკანონოდ მოპოვებული ფულით ლანჩხუთში ტაძრის რესტავრაციას და საგვარეულო ხატის დაწერას აფინანსებდა.